მოგესალმებით, ეთერშია მისმინე გადაცემა ვიკასთან. დღეს სრულიად განსხვავებულ ფორმატში გავალთ. ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის ეპიზოდი გავა დღეს ეთერში. რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი უკრაინიდან და გადავწყვიტე, რომ ის რაც ვნახე უკრაინაში ამეკინძა დოკუმენტურ კადრებად. დღეს ამ კადრებს იხილავთ თქვენ. კადრებს, რომელიც ასახავს უკრაინას ომის დაწყებიდან 4 წლის თავზე. როცა მეკითხებიან, რა ვნახე უკრაინაში, ყველაზე დასამახსოვრებელი ისეთი, რაც უნდა სცოდნოდათ სხვებს, ყოველთვის პასუხობ, რომ საოცარი ადამიანები, მიუხედავად პერსონალური ტრაგედიებისა, ადამიანური ტკივილისა, მე ვნახე უდიდესი სიკეთე, ვნახე ერთობა, ვნახე გადარჩენისთვის ბრძოლა, სიმამაცე, რომელიც მთელ მსოფლიოს აკვირვებს ახლა. უკრაინაში თითქოს ყოველდღიურობა და სიკვდილი არის გადაჯაჭვული და ძალიან მტკივნეული იყო ამის ყურება. ეს არის ქვეყანა, რომელიც ყვითელ, სიცოცხლით სავსე ყანებს და ომის სკვამს შორის ცხოვრობს. მაშ ასე ვნახოთ ის დოკუმენტური კადრები, რომელიც მე გადავიღე უკრაინაში. წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, რომელმაც მსოფლიოს შოკში ჩააგდო. პუტინმა ტერმინები დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია გამოიყენა და მიზეზად რუსეთის მოქალაქეების დაცვა დაასახელა. Принято решение о проведении специальной военной операции. Ее цель – защита людей, которые на протяжении 8 лет подвергаются издевательствам, геноциду со стороны российского режима. ეს თარიღი დიდი გარდატეხის წერტილად იქცა თანამედროვე ისტორიაში. ომმა სრულიად შეცვალა მილიონობით ადამიანის ცხოვრება და მსხვერპლიდან გრევა მოიტანა. თუმცა ამ ბრძოლამ უკრაინა გლობალური პოლიტიკის ფოკუსში მოაქცია და მთელ მსოფლიოს აჩვენა უკრაინელი ხალხის სიმამაცე და ერთობა. Where people are waiting to get their weapons to fight the Russian invaders. Вы оккупанты, вы фашисты, вы пришли на нашу землю. ომმა საქართველოს შიგნით საბედისწერო ნაპრალი გააჩინა ხალხსა და ქართული ოცნების ხელისუფლებას შორის. დღეს თბილისში გამოჩნდა პარტია ქართული ოცნების საარჩევნო ბანერები წარწერით არა ომს აირჩიე მშვიდობა, მათ შორის ერთ-ერთ ბანერზე გამოსახულია უკრაინის ერთ-ერთი სოფლის თავი. უკრაინელი ხალხის ბრძოლა საკუთარი თავისუფლებისთვის დღემდე გრძელდება. კიევი არა მხოლოდ თავს იცავს, არამედ უკრაინული დრონები მოსკოვის ცაზეც დაფრინავენ. Media footage from Moscow. თუმცა ავია იერიშები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მაინც არ წყდება. ერთ-ერთი ასეთი ყველაზე მასშტაბური შეტევის დროს მე კიევში ვიმყოფებოდი.
პირველი დღე, როცა ესე ჩამოვიდნენ ადამიანები. Bravo. საშინელი სონია. ნახეთ რა ახლოს არის. ხამე გამაღვიძა უბრალოდ წარმოუდგენელმა ხმამ ზანზარებდა კედლები, აფეთქება და მივხვდი რომ რაღაც მოხდა და ეს რაღაც ხდებოდა ძალიან ახლოს. აი ირონია ეს გათენებაც თითქოს ზიანი დღე, ვითომც არაფერი, ვითომც გუშინ არ დაიყვნენ ადამიანები. ხანგრძლივი მგზავრობა გიწევს, რომ ჩახვიდე უკრაინაში. საზღვარზე შემოწმება სხვადასხვა დრო მიაქვს. ჩვენ 7 საათის განმავლობაში ვიყავით უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე, როგორც წესი ამდენი დრო არ სჭირდება, მაგრამ ჩვენ არ გაგვიმართლა. შემდეგ უკვე გადავკვეთეთ საზღვარი და ოდესისკენ გავემართეთ. დაღლილი ვიყავი, მაგრამ როგორც კი დავინახე ჩემი საყვარელი ხედი, მაშინმა ყველაფერი დამავიწყდა.
აი კიევი 22 საათი დაგვჭირდა გზაში პრაქტიკულად რომ მოვხვედრილიყავით უკრაინის ტერიტორიაზე. ომის შემდეგ კიევში პირველად ვარ და ამიტომ რა თქმა უნდა ემოციებით ვარ შეპყრობილი. ქუჩაში ვერ მიხვდები რომ ომია ქვეყანაში, ადამიანები მოძრაობენ, შვიდად გადაადგილდებიან, ყველაფერი მუშაობს, ყველაფერი ღია, მაგრამ სასტუმროები არის ცარიელი. მაშინ როცა ესეთ ამ სეზონზე მithumetes გაზაფხულზე იყო ეს რუზრუზი, დადიოდნენ, გადიოდნენ, გამოდიოდნენ, ეხლა არის სიცარიელი. კიევი გელოდება გამარჯვების შემდეგ. არწმუნებული ვარ, ასეც იქნება. აი აქ რო ჩამოვხვალ, მიხვდები რომ არა აქვს ამ ისტორიას სხვა დასასრული, მხოლოდ უკრაინის გამარჯვება. ეს ისეთი ხალხია, ისეთი ენერგეტიკა ამ ქალაქში, რომ მიხვდები რომ სხვანაირად არ იქნება, არ არსებობს. სხვათა შორის ძალიან ხშირად ნახავ შეფუთულ შენობებს, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. ხშირად ქუჩაში სეირნობა სირენის ფონზე გვიწევდა. განგაშზე რეაქცია არავის არ აქვს. თუმცა ყოველთვის ვერ დატოვებ ურეაქციოდ განგაშს. მით უფრო მაშინ, როცა აფეთქების ხმაც გესმის. ამათი გამო მაქვს მე რომ აქ მოვაგიწოთ ეს. შუა შეხვედრის დროს რა მოხდა? გამოვარდით აი ესე გამოგვიყვანეს დერეფაში, იმიტომ რომ სირენის ხმა კი არ გვესმის. ფეთქებისაც. დრონი ჩამოაგდეს. დრონი ჩამოაგდეს, დრონის ხმა გვესმის. ასე რომ აი ესე ვითარებაში. დავჭრეთ. კიევზე ორ უკიდურეს მოსაზრებას მოისმენთ, რომლებიც ხშირად პროპაგანდის ნაწილია. ან ყველაფერი განადგურდა და ქალაქი პარალიზებულია, ან იქ მშვიდობაა და ომი არავის ადარდებს. რეალობა კი, როგორც წესი, ამ ორ უკიდურესობას შორის არის. ტურისტებს რაც შეეხება, ისინი არიან უფრო ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ან ის ადამიანები, ვისაც ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში ომის კონტექსტი აინტერესებს. კიევის ცენტრში გამოფენილი განადგურებული სამხედრო ტექნიკის გამოფენა არის მართლაც ძალიან შთამბეჭდავი. ეს არის ხრეშეტიკის გამზირთან ახლოს მიხაილოვის მოედანზე და ომის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ვიზუალურ სიმბოლოდ იქცა ეს გამოფენა. $2022 წელს, როცა შემოიჭრენ რუსები უკრაინაში და ეს ტექნიკა, რომელიც წაართვეს რუსებს უკრაინელებმა, აი ესე გამოფინეს, აი ეს ჯართი გამოფინეს და აი აქ დაალაგეს საჩვენებლად. აი ამ რუსული ტანკებით აპირებდნენ კიევში შემოსვლას რუსები. ჯართად აქციეს პრაქტიკულად აი ეს ტექნიკა უკრაინელებმა და ესე გამოფინეს და ახლა ყველა შეუძლია დაათვალიეროს და ნახოს. მანქანების საბარგულებში საზეიმო სამხედრო ფორმები ჰქონდათ მათ ჩალაგებული, ანუ ისინი სრულად დარწმუნებულები იყვნენ, რომ რამდენიმე დღეში ხრეშჩატიკის მოედანზე გამარჯვების აღლუმს ჩაატარებდნენ და აი ამ სამდღიანი გამარჯვების აღლუმის ნაცვლად თქვენ ხედავთ, რომ კიევის ცენტრში ინტერაქტიული სასაფლაო არის რუსული ჯავშან ტექნიკის. ეს არის ჰუმანიტარული დახმარების მანქანა, რომელსაც ესროდნენ, არაფერს არავის არ ინდობდნენ რუსები. ენით აღუწერელია, წარმოუდგენელია, მსხვერპლი, რა მსხვერპლი გაიღო უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ომში.
ეს არის უკრაინის დამცველთა ხსოვნის კედელი, რომელიც არის მიხაილოვის გამზირზე და რომელიც უყურებს მოედანს, სადაც განადგურებული რუსული ტანკები დგას. ეს კონტრასტი მართლაც საოცრად მძიმე სანახავია. ერთ მხარეს რუსული დამწვარი ტექნიკა, უსულო რკინა და მეორე მხარეს კი ამ ყველაფერთან ბრძოლაში დაღუპული ადამიანები, ცოცხალი ისტორიებით. ეს ომი 2022 წელს არ დაწყებულა და ეს კედლები სწორედ ამ ფაქტს უსვამს ხაზს. ამ ადამიანების ისტორიები მარცხნიდან მარჯვნივ იკითხება უსასრულოდ, დაახლოებით რამდენიმე წუთი გჭირდება, რომ კედლის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში გახვიდე. განცდა, რომ ამ კედელს თითქოს დასასრული არ აქვს და სახეების ერთი ნაკადი ცვლის მეორე ნაკადს არის მართლაც შემზარავი. ფოტოების რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება, როცა 2022 წელს უახლოვდები და კედლის ახალ სივრცეებს იკავებს. არ მთავრდება. წარმოუდგენელია. ეს კედელი არის თითქოს ვიზუალური მტკიცებულება იმისა, რომ უკრაინა უკვე ძალიან ბევრი წელია იცლება ადამიანებისგან. და ეს იწყება გაცილებით ადრე, ვიდრე 2022 წელი. ან მთელი ეს კედლები არის 2022 წლამდე დაღუპული უკრაინელების, ვინც შეეწირა რუსეთის პროვოკაციებს, ინტერვენციას, ყირიმის ომს, ოკუპაციის ცდელებს. კედელი არის უკრაინის ღია იარა თითქოს. მივდივართ დამოუკიდებლობის მოედანზე, სადაც ხალხის მიერ შექმნილი სპონტანური მემორიალია. სიტყვები არ მყოფნის. ჯორჯია. აი მაჩვენებს. გამარჯობა. სლავა უკრაინა. როდესაც სამშობლოდან შორს ომში მყოფ ქვეყანაში მოულოდნელად შენიანების, ქართველი ბიჭების სახეებს, ქართულ დროშას, ნაცნობ გვარებს აწყდები, ეს ისეთი ემოციურია, გულში ხანჯლის ჩარტყმასავითაა, თუმცა ამავე დროს ეს არის უდიდესი სიამაყის გრძნობაც. მარკერით აწერია სახელები და გვარები. მათი სამხედრო ზედმეტ სახელებიც კი, დაღუპვის ადგილები, ბახმუტი, ავდიივკა, ირპინი. ქართველები 2022 წლის 24 თებერვლიდან უფრო ადრეც 2014 წლიდანაც უკრაინელების გვერდით მხარდამხარ იბრძოდნენ, რადგან იცოდნენ, რომ იქაც საქართველოს და საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლის ხაზი გადიოდა. რამდენი დროშაც არის, იმდენი დაღუპულია. ნახეთ, ეს პატარა ცუცქნა დროშები. რამდენია? შეხედეთ, რა ხდება? პატარა ცუცქნა დროშებია. ეს უკვე ისეთი პროცესი გახდა ყოველდღიური.
ჩემი შვილი 26 წლის იყო, პოლონეთში იყო. როგორც კი ჩამოვიდა უკრაინაში, მაშინვე წავიდა ომში საბრძოლველად. 2023 წელს დაიღუპა. ჩვენ ზაპოროჟიის ოლქიდან ვართ. დღეს მოვედი, რომ მისი სურათი შევცვალო. And Vadim spent more than 2 years to identify his father because the body of his father was killed and then burnt, and the only piece of leg left from his father, and that was where. უკან არის სახელები იმ ადამიანების, ვინც წამებით მოკლეს ბუჩაში, დახვრიტეს ბავშვები, ხანში შესული მოქალაქეები, მათთვის არ ქონდა მნიშვნელობა არც ასაკს, არც სქესს, არც სტატუსს, მშვიდობიან მოქალაქეებს ხრეტდნენ და აწამებდნენ, ისე რომ დაღუპულთა ამოცნობაც კი შეუძლებელი იყო ხშირად. გვიყვებიან, რომ როდესაც მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავდნენ ოკუპანტები, ისინი არც ასაკზე ფიქრობდნენ და არც სქესზე. ამ კედელზე 12 ბავშვის სახელია დატანილი. მათი უმეტესობა მაშინ დაიღუპა, როცა მშობლებთან ერთად ევაკუაციას ცდილობდნენ. ოკუპანტები ესროდნენ გაქცეულ ბავშვებს. თუ ზემოთ აიხედავთ, დაინახავთ ჩიკმაროვების ოჯახს, მარგარიტა ჩიკმაროვას და მატვეი ჩიკმაროვას, მამა, დედა, 2 პატარა ბიჭი ერთად ცდილობდნენ ბუჩადან გაქცევას. მანქანაზე სპეციალური თეთრი ნიშნები ჰქონდათ დატანილი, რათა ეჩვენებინათ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ. მანქანაზე ეწერა წარწერა რუსულად ბავშვები. მიუხედავად ამისა, მათ მანქანას რუსული მძიმე სამხედრო ტექნიკიდან ცეცხლი გაუხსნეს. ყველა დაიღუპა. 16 წლის იგორი, 5 წლის კლიმი, 8 წლის ანასტასია, 16 წლის კატერინა, 15 წლის ანა, 10 წლის მატვეი, 13 წლის ვლადი, 15 წლის ივანი, 15 წლის მაქსიმი, 2 წლის ტიმური. აი ეს ქალი ირინა 100 წლის გახდებოდა 2023 წელს. 100 წლის ქალი დახვრიტეს. და გნახეთ პატარა 2 წლის ბავშვი.
ბუჩაში განსაკუთრებით გოგონები და ქალები დაზარალდნენ. მე სულ მათზე ვფიქრობ, გადარჩენილ ქალებზე. ისინი სიკვდილს გადაურჩნენ, მაგრამ მათი გონება სამუდამოდ განადგურდა. და როცა ხშირად მესმის ფსიქოლოგების ჩართულობაზე, მე ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებ, რადგან არის რაღაცეები, რასაც ვერავინ და ვერაფერი განკურნავს. მაგალითად, ოკუპაციის დღეებში ჩვენ გვქონდა медპუნქტი, სადაც მოსახლეობას ვაწვდიდით საჭირო ნივთებს, საკვებს, მათ შორის აქვთ ტენიდით ტელეფონებს გენერატორით. ერთხელ მოვიდა დედაშვილი. 13 წლის გოგონა იქნებოდა. სახლში 6 თვის ჩვილი ყოლიათ. დედას საფენები უნდოდა და საჭირო მედიკამენტები, ასევე საკვები მისი შვილისთვის. დავიწყეთ ყველაფრის შეგროვება. როცა ვკითხე საიდან მოდიოდა, მივხვდი რომ 2 რუსული ბლოკპოსტი უნდა გაეარა, ჩვენამდე რომ მოსულიყო. შემდეგ კი დედამ გვითხრა რა მოხდა ამ ბლოკპოსტზე. თურმე რუსებს გაუჩერებიათ და ბოლომდე გაუშიშვლებიათ დედაშვილი. შიშველი დედაშვილი აბუჩა დაიგდეს. მათ დასწინოდნენ, ბუქნებს აკეთებინებდნენ, ამცირებდნენ. გაუპატიურებას ადგილი არ ქონია, მაგრამ მე გეკითხებით თქვენ, ეს რა არის? არ არის ეს გაუპატიურება? როცა ასე ამცირებ ადამიანს, ეს არის მორალური გაუპატიურება და ამას ვერაფერი ვერ განკურნავს. როცა გაძღნენ ყურებით, უბრძანეს დედაშვილს ჩაეცვათ და დაეტოვებინათ ადგილი, მაგრამ ამ დროს გამოჩნდა ბლოკპოსტის მეთაური. მე ვერ მოვასწარი დათვალიერება და ისევ გაიხადეთო. ხელახლა გააშიშვლეს და ისევ დაიწყო თავიდან მათი აბუჩა დაგდება და დაცინვა. ვადიმ იადოკიმენკო მამის ამბავს ყვება, თუ როგორ გაუჩინარდა ის, როცა ბუჩაში რუსი ოკუპანტები შემოიჭრნენ. გაირკვარო ოლექსეი იავდოკიმენკო სხვა ადამიანებთან ერთად ავტოფარეხში დაწვეს. მორგში ვადიმ საცნობეს, რომ ნაპოვნი იყო მხოლოდ სხეულის ნაწილი, ფეხი. იდენტიფიკაცია ტანსაცმლის ფრაგმენტებით და ჯიბეში დარჩენილი საბანკო ბარათით მოხდა. ვადიმმა მოხალისედ მუშაობას მორგში დაიწყო, სადაც ოკუპაციის დროს დაღუპულთა იდენტიფიკაციის პროცესში მონაწილეობდა. Missing people, yes, behind us. ამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ეს პროცესი ახლაც გრძელდება და უამრავი ადამიანი დაკარგულად ითვლება. აი ეს არის ერთმორწმუნე რუსეთის ნამოქმედარი ბუჩაში. ეკლესია. ეკლესიასაც ესროდნენ. Thank you for your support. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ მხარდაჭერისთვის. ჩვენ ამას ვხედავთ, ვგრძნობთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მნიშვნელოვანია რომ თქვენ აქ მოხვედით, ნახეთ მემორიალური კედელი, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ სიები. ამ ადამიანებს ისტორიები აქვთ, ამ ადამიანებს შვილები და დედები ყავდათ. ისინი გლოვაში არიან, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ყველამ უნდა იცოდეს, რომ უკრაინა არ დანებდება. Мене звати Дмитро. მე მქვია დმიტრი რაბჩენკო. რუსის სამხედროების ტყვეობაში რამდენიმე დღე გავატარე. საბედნიერო წამებას გადავურჩი. ნახე ყველაფერი, რაც იქ ხდებოდა. სამწუხაროდ ჩემ თვალწინ კლავდნენ ადამიანებს. დავკარგე 16 მეგობარი, მეგობრები, მეზობლები, ადამიანები, რომლებთან ერთადაც აქ ვცხოვრობდი. დეოკუპაციის შემდეგ ჩემი ოჯახი წავიდა. 4 წელზე მეტია ჩემს უმცროს შვილს ვეღარ ვხედავ. ეს ნიშნავს, რომ იმდროინდელი მოვლენები არ დასრულებულა ჩვენს ცხოვრებაში. მათი შედეგები დღემდე გრძელდება. თითოეული ადამიანი, ვინც ახლა აქ დარჩა, საკუთარ ტრავმებთან ბრძოლას აგრძელებს და კვლავ იტანჯება. სწორედ ამის თქმა გვინდა დღეს მთელი მსოფლიოსთვის, რომ უსაფრთხოდ ვერავინ გრძნობს აქ თავს. ყველა სჭირდება ძლიერი იარაღი, ძლიერი არმია. ჩვენ გვჭირდება დახმარება, რაცა წინააღმდეგობა გავუწიოთ ოკუპანტებს და ნებისმიერ ბოროტებას, რომელიც შეიძლება ნებისმიერ ქვეყანას შეეხოს, მათ შორის თქვენს ქვეყანას. ამას ვეუბნებით ყველას, ვინც აქ მოდის და გველაპარაკება. ჩვენ გვჭირდება იარაღი, დახმარება, რათა შევძლოთ არა მხოლოდ საკუთარი თავის დაცვა, არამედ ჩვენი შვილების დაცვა და თქვენი დაცვაც კი. აქ რომ ჩამოხვალ მიხვდები, რატომ ვერაფერს ვერ გახდა პუტინი უკრაინელებთან. ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი თვისების მქონე ერი. ყვებიან ბრუტალურ ისტორიებს, ყვებიან
ბუჩაში როგორ კლავდნენ, ხრეტდნენ, აწამებდნენ მოქალაქეებს, მათი ოჯახის წევრებს, ხონც როგორ ყვებიან ამას იცით, რომ მსხვერპლის პოზიციიდან კი არ ყვებიან, მათი მთავარი ამოცანა არის, რომ ინფორმირებული იყოს აქ მოსული ჟურნალისტი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, არასაბთ რომ ბევრმა ადამიანმა გაიგოს რუსების სისასტიკე. ეხლა მათი ცხოვრების მიზანი არის ეს, რომ რაც უფრო ბევრს ისაუბრებენ ამაზე, მით უფრო მეტ ადამიანს გააგებინებენ, რა მოხდა სინამდვილეში ბუჩაში, როგორ დაუნდობლად კლავდნენ ქალებს და ბავშვებს. აი ეს არის ეხლა მათი მიზანი, რომ ეს გაიგოს მთელმა მსოფლიომ. გამარჯობა და გამარჯობა. გამარჯობა. გვიყევით ქართულ ლეგიონზე. ქართული ლეგიონი ანთებული თვალებით და ანთებული გულით. ასე დავახასიათებდი ამ ბიჭებს. პირველი დღეებიდან, როცა რუსები წავიდნენ, პირველივე ღამეს სიჩუმე ჩამოვარდა. დილით კი სხვადასხვა საქმით ვიყავით დაკავებულები, ჰუმანიტარული საკითხებით, თავდაცვითი საკითხებით და უცებ დავინახეთ ქართული ლეგიონის ნიშანი. ლამაზ ბიჭებზე, უკრაინისა და საქართველოს დროშებთან ერთად. ისინი პურს არიგებდნენ, ქართველები არიგებდნენ პურს ბუჩაში. ისინი ჩვენი ძმები არიან და განსაცდელში ყოველთვის ჩვენს გვერდით დგანან. ეს არის ყველაზე მთავარი და შეუძლებელი ამ ყველაფრის გახსენება ცრემლების გარეშე. ახლაც შევამჩნიეთ ცრემლები თქვენს თვალებზე. თბილისში იცით როგორ არის? უკრაინის დროშებით სავსეა თბილისი. ვიცი, ყველაფერი ვიცი. იმიტომ რომ ჩვენ ერთი გასაჭირი გვაქვს, ჩვენ ერთი მტერი გვყავს და ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ. როცა თქვენ გიჭირდათ, ჩვენ მოვედით თქვენს დასახმარებლად და ახლა ჩვენ გვიჭირს და თქვენ გვეხმარებით ჩვენ და სწორედ ამიტომ გავიმარჯვებთ. სწორედ ამიტომ ვერ დაგვამარცხებს რუსეთი. თქვენ საოცარი ხალხი ხართ. თქვენ ცხელი გული და ნათელი გონება გაქვთ. არასდროს დავივიწყებთ თქვენს დახმარებას, იმ ბიჭების დახმარებას, ვინც ახლაც იბრძვის უკრაინის თავისუფლებისთვის და ვფიქრობ საქართველოს თავისუფლებისთვის. არასდროს დავივიწყებთ ამ ომში დაღუპულ გმირებს. შეიძლება გეცნობათ კიდევაც ეს ადგილი ვიდეოებიდან. ეს არის კედელი, სადაც დახვრიტეს ადამიანები ბუჩაში. აი ეს ხალხი. Заводили, собственно, расстреливали. Их было 9, один тоже, собственно, есть вся история. აი აქ არის ამეზოს აქვს, ასე ვთქვათ, ესეთი უკანა შესასვლელი. აი ესეთ მოტეხილში, როგორც იტყვიან, შემოიყვანეს. აი ეს ბიჭები აქ დახვრიტეს. კადრებში ხედავთ, რომ 9 პირი აიყვანეს, მხოლოდ ერთი გადარჩა. იმიტომ რომ მოატყვა ოკუპანტებს, რომ თითქოს მკვდარი იყო. ირპენის კულტურის სახლი ერთ-ერთი სიმბოლური შენობა გახდა რუსეთის 2022 წლის შეჭრის შემდეგ. ომამდე ეს ადგილი ქალაქის მთავარი კულტურული სივრცე იყო. აქ ტარდებოდა კონცერტები, ბავშვთა წრეები, თეატრალური წარმოდგენები, საქალაქო ღონისძიებები, შეხვედრები. 2022 წლის მარტში ირპენის ინტენსიური დაბომბვის დროს კულტურის სახლის დიდი ნაწილი დაინგრა. მისი ფოტოები ხშირად ვრცელდებოდა როგორც სიმბოლო იმისა, თუ როგორ განადგურდა მშვიდობიანი ქალაქის ყოველდღიური ცხოვრება.
ეს არის კულტურის სახლი ირპენში, რომელიც ხედავთ რა მდგომარეობაშია. There are some pigeons and და ახლა ეს ნანგრევები ჩემი თვალით ვნახე. რუსეთის კვალი უკრაინაში. ყველგან სადაც მოდის რუსეთი არის ნგრევა და უბედურება. კულტურის სახლი ტრედების ნავსაყუდელად იქცა. ჩამონგრეულია ყველაფერი, ნამსხვრევად არის ქცეული, განადგურებული და თუ შეამჩნიეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი სახლის რენოვაცია მოახდინეს უკრაინაში, არც უფიქრიათ ამ კულტურის სახლის რესტავრაცია და რემონტი, იმიტომ რომ მოიყვანონ აქ ადამიანები, ჟურნალისტები, ტურისტები და აჩვენონ, რა ჩაიდინა რუსეთმა. ეს არის ძალიან ცნობილი ხიდი. გახსოვთ ალბათ დარწმუნებული ვარ კადრებიდან და ეს ხიდი თებერვალში ააფეთქეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი მომენტი ამ ომის, იმიტომ რომ ამ ხიდის აფეთქებამ იხსნა არამხოლოდ რუსეთის წინსვლა შეაჩერა, არამედ უკრაინელები იხსნა, იმიტომ რომ ამ ხიდის ნანგრევები გადაიქცა სიცოცხლის გზად უკრაინელებისთვის. ამ ნანგრევებში აფარებდნენ ისინი თავს ჭურვებს და აქედან გადადიოდნენ, ამ ნანგრევებიდან გადადიოდნენ და ხედავთ აი მანქანას, ამოყირავებული მანქანა. ესეც რაღაცნაირად სიმბოლო არის, გვახსოვს კარგად, შეიძლება გახსოვთ კიდევაც ეს კადრი. ასევე დატოვეს აი ეს ტერიტორია ისე როგორც არის. ეს დამწვარი მანქანები თავის დროზე ეკუთვნოდა მშვიდობიან მოქალაქეებს, ვინც ცდილობდა ქალაქიდან ევაკუაციას, მაგრამ რუსი სამხედროები ცეცხლს პირდაპირ მანქანებს უხსნიდნენ. განადგურებული ავტომობილები ღია სივრცეში მოათავსეს, რადგან ყველამ გაიგოს, თუ როგორ გამოიყურება ომის დანაშაული. ზოგადად ტურისტებიც აქ უკვე ჩამოდიან, არა უბრალოდ იმ უკრაინაში, რომელშიც ჩამოდიოდნენ ომამდე, არამედ უკრაინაში ჩამოდიან ზუსტად აი ამ ყველაფრის სანახავად. მივდივართ ლვოვში, დასავლეთ უკრაინაში. რაც უფრო შორს შევდივართ დასავლეთ უკრაინაში, უკრაინა სულ უფრო მეტად ავლენს თავის ევროპულ იდენტობას და ომის მძიმე, დაძაბული ატმოსფერო ნაბიჯ-ნაბიჯ ადგილს უთმობს მშვიდობის, სიცოცხლისა და იმედის განცდას. ამ გზის კულმინაცია ლვოვია. ქალაქი, რომელსაც სრულიად განსაკუთრებული მაგნიტური ქიმია აქვს. ლვოვში ფეხის დადგმისთანავე ხვდები თითქოს ევროპული კულტურის შუაგულში. ვიწრო ქვაფენილიანი ქუჩები, ძველი ქალაქის ლაბირინთები, სავსე აივნებითა და ჩუქურთმებიანი ფასადებით. ლვოვის სიმბოლო ძველი და თანამედროვე ტრამვაის ხაზებია, რომელიც რაკრაკით მიუყვებიან ლიანდაგებს. და თითქოს ქალაქის ერთგვარ მუსიკალურ ფონსაც კი ქმნიან. ფანჯრიდან დანახული ტრამვაი,
ქალაქის ცოცხალ ღია ბარათს გავს. ყველა ქალაქი მიყვარს, სადაც ტრამვაი მოგროხუნებს. არაფერი ისე არ ხდება ვიწრო ქუჩებს, როგორც ტრამვაი დამეთანხმებით. გაგვაფრთხილეს კატეგორიულად, რომ ლვოვში არ ვიკითხოთ მისამართი რუსულად, არ ვისაუბროთ რუსულად. მე ისაც არ საუბრობდი, მაგრამ სხვა ჯგუფის წევრებიც არიან გაფრთხილებულები. მართლა არ მეგონა ასეთი ევროპული განწყობა, ხასიათი, არქიტექტურა თუ დამხვდება. ძალიან გავს კრაკოვს, მათ შორის ცოტა ვარშავას, პრაღას მაგონებს ძალიან. თავისი ტრამვაის ხაზით, რომელიც ჩამოგრუხუნდება ხოლმე. არის დასავლეთის მხარე, პოლონეთს ესაზღვრება, ყველაზე ესეთი მშვიდი ვითარება აქ არის. და მოსახლეობა ქალაქის გაიზარდა. კაფეში ჯდომა და ფანჯრიდან გამლელების თვალიერება საუკეთესო თერაპია აღმოჩნდა. იმ ყველაფრის მერე, რაც კიევში გავიარეთ. მიუხედავად იმ ტკივილისა, რაც ქვეყანამ გაიარა, ლვოვი ინარჩუნებს სიცოცხლის წარმოუდგენელ სიყვარულს. ესა ყავის მოყვარული საზოგადოების 64-ია. კი, тут народилась кава. ნახეთ. ეს ყავა აქ მზადდება. აქ მოიპოვება ყავა. შახტის ყავა. ოპა. ნამდვილი მისტიკა. ყავის წისქვილი, მეგობრებო, ყავის წისქვილი გინახავთ? ზაბი. მე მგონი დაფრქვით. მეგრული წისქვილი მინახავს და ყავის არა. დიდი შტაბეჭდილების ქვეშ ვარ, მინდა გითხრათ. Thank you so much. Good night. Good night. Good morning. გათენდა ისო. ნახეთ. ესეთი ლვოვი. კი მეუბნებოდნენ, მაგრამ სად ნანახი და სად მოყოლილი. აი, სილამაზე. Що у вас там таке проходить? Вже якісь треті клієнти туди? ახლა ვარ ტაქსიში და ერთი რამ არის ძალიან შესამჩნევი. მე უკრაინაში ჩამოვდიოდი ხოლმე ომამდე და ხშირად კი არა და სულ რუსულად საუბრობდნენ ტრანსპორტში, ტაქსიში, ქუჩაში. ახლა რუსულს თითქმის ვეღარ გაიგონებ. აი ეს არის პუტინის ოპერაციის შედეგი. უკრაინა უკვე ნამდვილ უკრაინად იქცა, სადაც რუსულს უბრალოდ ვერ გაიგონებ ვერსად. ლვოვის ქუჩებში ყველაზე კარგად ხვდები, რომ ამ ქვეყანას არავინ არ დათმობს. ამ ისტორიას სხვა დასასრული არ აქვს. ყოველდღიურად ზუსტად 9 საათზე წუთიერად მთელი ქვეყანა და მოძრაობა ჩერდება დაღუპული გმირების პატივსაცემად.